მოგესალმებით. განვაგრძოთ მატრიცების შესწავლა. გადავიდეთ გადანაცვლებაზე. გადანაცვლება არის 1, 2, 3 და ასე შემდეგ n ელემენტების სიმრავლის ურთიერთცალსახა თანადობა. როდესაც სიგმა არის გადანაცვლება ისეთი, რომ სიგმა 1 უდრის i1, სიგმა 2 უდრის i2, სიგმა 3 უდრის i3 და ასე შემდეგ სიგმა n უდრის i-ს, შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ სიგმა უდრის 1 შესაბამისად i1, 2 შესაბამისად i2, 3 i3 და ასე შემდეგ n-ის i-ი. ტოლი გადანაცვლებებია, მაგალითად 1, 2, 3, 2, 3, 1, ეს უდრის 1, 3, 2, 2, 1, 3 უდრის 2, 1, 3, 3, 2, 1 უდრის 2, 3, 1, 3, 1, 2 და ასე შემდეგ. ფაქტიურად ეს იური მიუთითებს ან ფაქტიურად მიეთითება ინდექსი, მე რამდენი ადგილას დგას. მატრიცის დეტერმინანტი ეს არის ჯამი, სიგმა ეკუთვნის ესენს, სიგმასი, სიგმა 1, სიგმა 1, a2 სიგმა 2, ასე შემდეგ n სიგმა n არის n ელემენტისგან შემდგარი გადანაცვლებების სიმრავლე. ესენი, ხოლო სიგმასი ეს არის 1-ის ტოლი, თუ სიგმა არის ლუწი გადანაცვლება, ხოლო -1-ის ტოლი, თუ სიგმა არის კენტი გადანაცვლება. მაგალითად 1-ზე მატრიცის დეტერმინანტი როგორ განმოითვლება, ეს იქნება სიგმა ეკუთვნის ეს 1-ს. ფაქტიურად ნიშანი, ანუ 1 იქნება, ნიშანი არის ლუწი და გამრავლებული a1 სიგმა 1-ზე ეს იქნება დადებითი a1 ელემენტი. ამგვარად a1-ზე მატრიცის დეტერმინანტი იქნება a1. 2-2-ზე მატრიცის დეტერმინანტი. ესე იგი 2 სიგმა ეკუთვნის s2-ს, ერთი შემთხვევა იქნება 1-2-1-2 და მეორე შემთხვევა იქნება 1-2-2-1 გადანაცვლება. პირველ შემთხვევაში არის ლუწი, მეორე შემთხვევაში არის კენტი. ხოლო სიგმასი გამრავლებული a1 სიგმა 1-ზე, a2 სიგმა 2-ზე ეს იქნება დადებითი, რადგან ლუწია, ეს იქნება დადებითი a1-1 a2-2, ხოლო კენტის შემთხვევაში -a1-2 a2-1. ამგვარად 2-2-ზე მატრიცის დეტერმინანტი იქნება a1-1 a2-2-ს -a1-2 a2-1-ზე. ახლა 3-3-ზე მატრიცის დეტერმინანტი. ანუ აქ უკვე გვექნება 6 შესაძლო გადანაცვლება. შესაბამისად მონაცვლეობს აქ ლუწია, არ არის გადანაცვლება, აქ 1 გვაქვს, აქ ისევ კენტი გვაქვს, აქ ლუწი და კენტი. შესაბამისად ეს a1 სიგმა 1 a2 სიგმა 2 a3 სიგმა 3 იქნება a1-1 a2-2 a3 3 ეს იქნება დადებითი -a1-1 a2-3 a3-2 იქნება უარყოფითი. აქ ისე უარყოფითი იქნება 1-2 a2-1 a3-3 a1-2 a2-3 a3-1 იქნება დადებითი, ესეც დადებითი და ეს უარყოფითი.
ამგვარად 3-3-ზე მატრიცის დეტერმინანტი იქნება შესაბამისი აი აქ გამოყვანილი ელემენტების ჯამი. დეტერმინანტის თვისებები. ტრანსპონირებული მატრიცის დეტერმინანტი ეს უდრის A მატრიცის დეტერმინანტს. AB მატრიცის ნამრავლის დეტერმინანტი ეს იქნება A მატრიცის დეტერმინანტი გამრავლებული B მატრიცის დეტერმინანტზე. და ეს ზოგადად n-ზე მატრიცის დეტერმინანტი ეს არის რომელიმე ერთი სტრიქონის ან სვეტის მის შესაბამის ალგებრულ დამატებებზე ნამრავლის ჯამის ტოლი. სულ ერთი ან პირველი, მეორე ან ასე შემდეგ n-ური სტრიქონის. CIJ, სადაც CIJ არის IJ-ური ელემენტის A მატრიცის IJ-ური ელემენტის ალგებრული დამატება. ანუ CIJ ეს არის -1 ხარისხად I + MIJ. მაგალითად 2-2-ზე მატრიცის დეტერმინანტი არის A1-1 გამრავლებული A2-2-ის დეტერმინანტზე -A1-2 გამრავლებული A1-2-ის დეტერმინანტზე. 3-3 შემთხვევაში ეს იქნება A1-1 თქვათ გამრავლებული პირველი სტრიქონი და პირველი სვეტი რო ამოვიღოთ გვექნება აი ეს მატრიცი დაგვრჩება მატრიცის დეტერმინანტზე -A1-2 პირველი და მეორე ამ პირველი სტრიქონი და მეორე სვეტი ამოვარდება და A1-3 შემთხვევაში პირველი სტრიქონი და მესამე სვეტი ამოვარდება. თქვათ გამოთვალეთ მატრიცის ასეთი მატრიცის დეტერმინანტი. ეს იქნება დიაგონალური ელემენტების ნამრავს პლუს -5 გამრავლებული -2-ზე აი ესეთი სამკუთხედი -5 1 -2 შემდეგ პლუს 2 2 3-ზე ნამრავლი ასეთი სამკუთხედი -3 გამრავლებული 3-ზე და 1-ზე მუსით -2 -5-ზე -2 5-ზე და 5-ზე ესეთი სამკუთხედი -2 0 -2-ზე ასეთი დიაგონალი და გამოგვივიდა 63. ახლა გავაგრძელოთ თვისებები. ეს პირველი, მეორე, მესამე თვისება ხომ ნახეთ. ახლა გადავიდეთ მეოთხე თვისება რა არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომელიმე წერს ვთქვათ ჟიურს დავამატოთ რაღაც სხვა წევრი, ანუ რაღაც ფივი კომბინაცია გავაკეთოთ. ანუ ვთქვათ როდესაც მოცემულია რომ ეს შეიძლება დაიშალოს ორ ელემენტად,
ვთქვათ ჟიური წევრი, მაგალითად გავხლიჩეთ რაღაც ჟიური პრიმისა და ჟიური 2 პრიმის სახით. მაშინ შეგვიძლია აი ეს სტრიქონი ჩავწეროთ ცალკე. პირველი აი ამ ჟიურ ადგილას მოთავსდება პირველი წევრი, ხოლო მეორე შემთხვევაში ჟიურის ადგილას მოთავსდება მეორე წევრი. ეს თუ მოსახერხებელია უფრო გამოთვლებისათვის. შემდეგ ვთქვათ რომელიმე წევრი თუ შეგვიძლია ვთქვათ ჟიურ ადგილას შეგვიძლია რაღაც მუდმივისა და რაღაც რიცხვის ნამრავლის სახით წარმოვადგინოთ. ეს იგივეა, რაც აი ეს ნამრავლი შეგვიძლია გავიტანოთ მატრიცის დეტერმინანტის გარეთ და ის შესაბამისად გამოვთვალოთ. a sigma 1, a sigma 2, a sigma 3, ასე შემდეგ a sigma n ეს არის გამოვა სიგმასი გამოვა და დაგვრჩება a1, a2, a3, ასე შემდეგ n დეტერმინანტი. a1, a2, ასე შემდეგ a ჟიური თუზის შეგვიძლია იგივე დავიყვანოთ იგივე სახეზე. ანუ განმეორდეს ისევ a ჟიური წევრი. და ესეთი დეტერმინანტი უდრის ნულს თუ მეორდება ან სტრიქონები, ან სვეტები. და შეგვიძლია რომელიმე სტრიქონი ან სვეტი წარმოვადგინოთ სხვა რომელიმე სტრიქონის ან სვეტის წრფივი კომბინაციის სახით. თქვათ იურ ადგილას ის იური და გვაქვს კიდევ რაღაც a ჟიური. ჩვენ შეგვიძლია აი ამ იურ ადგილას დავამატოთ a ჟიური გამრავლებული რაღაც მუდმივზე. ამით დეტერმინანტი არ შეიცვლება, დარჩება იგივე. აი მაგალითად თქვათ წინა თავში მოყვანილი თვისებებიდან გამომდინარე გამოვთვალოთ დეტერმინანტი. თქვათ მოცემული გვაქვს ასეთი დეტერმინანტი. მაშინ შეგვიძლია პირველ სვეტს დავუმატოთ უბრალოდ პირველ სვეტს გამოვაკლოთ მეორე სვეტი გამრავლებული 3-ზე. ანუ 3-ს მინუს 1 გამრავლებული 3-ზე მინუს 2-ს მინუს 3 გამრავლებული 3-ზე და ასე შემდეგ. მეორე სვეტი დავტოვოთ უცვლელი. მესამე სვეტს გამოვაკლოთ იგივე მეორე სვეტი გამრავლებული 2-ზე. და მეოთხე სვეტს დავუმატოთ იგივე მეორე სვეტი გამრავლებული 3-ზე. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ აქ დეტერმინანტის გამოთვლა გაგვიადგილდეს, ამისთვის მარტივია უფრო თუ დაგვიჯდება ნულები. ასე რომ მივიღეთ ახალი დეტერმინანტი, სადაც ასეთი ნულები გაჩნდა. აქ შეგვიძლია გადავანაცვლოთ სვეტები, ანუ პირველ ადგილას დავსვათ სვეტი, რომელშიც ერთიანი ზის და ფაქტიურად დაგვრჩება მხოლოდ აი ეს დეტერმინანტი გამოსათვლელი 3-3-ზე. ეს იქნება -836. ამის გამოთვლა უკვე ვიცით.